სამსიყვარულს შენ სახელს ვარქმევ. სარკეში ვიყურებ შენ თავი მომწონს. მოგესალმებით მე დამაცადე ორ ხმაში. всё 3 2 1. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა სარკასტიკა. კაი 3 2 1. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა სენსეში დაუტომე გეხოცები. თან იცი რა. გაჭერი არ უნდა ეს ჭორაობა. მე არ მაცის რომ მე ვთქვა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის გადაცემა სარკასტიკა, რომელიც გავა ყოველ ორშაბათს საღამოს 10 საათზე. ეს არის გადაცემა, რომელშიც იხილავთ უამრავ ამბავს, რომელსაც მე და თამაზა ერთად განვიხილავთ, იხილავთ საინტერესო სტუმრებს და ამ სტუმრებთან ერთად ვითამაშებთ ფანტასტიკურ თამაშებს, თუმცა თამას რა ბედნიერი ხარ, აი ხაპასხუპით მიყავს გადაცემა და მე რო განადგურებული ვარ და დაბოლინგებული არის, იცი? რატო? რა არის ბიჭო ის რითი გამატარის ჭავჭავაძეზე? რავი, შენი სურვილი არ იყო, შუბით ყოფილი. არაფერი ჩემი სურვილი არ იყო, მე შარვალ კოსტუმით მოვიდი, მაგრამ შეგამახმევინე. ნუ გადაცემის აზრი ის იყო, რომ ორი განსხვავებული ადამიანი უნდა ყოფილიყო, ერთი მე. შენ მითხარი, რომ მე როგორც თბილისელი დაბადებიდან გაზრდილი და ასე შემდეგ და ხოხობი შენ როგორც სოფლიდან ჩამოსული კალოშებიანი ბიჭი ეს უფრო მოგიხდებაო. ეხლა შენ გინდა რომ სოფლის მაცხოვრებელმა დამაბულინგა. არა, არ გამოვა. დიახაც. მეგობრებო, გადაცემის ფორმატი არის სრული თავისუფლება, ის რომ მე და თამაზა ვაფასებ წინა კვირის მოვლენებს, ამბებს, არანაირი პირადული, არავის არაფერი არ ეწყინოს ამ გადაცემაში რაც გაჟღერდება, თუმცა ეს იქნება ძალიან ბევრი მე ვარ ეხლა იუმორი. მე დავარქმევდი იუმორს, ცოტაც შეიძლება ცინიზმიც იყოს. წაფყვანი ვარ და უკვე მეწყინდა და როგორ არ ვიცი პატიკებით და კარაკურის შუბით გამატარე თან მაგრამ კარაკურის შუბა რო ყოფილიყო რაღა გიჭირს ენა ჩაიგდე ნათრები კატასავით ეყავი რაიმე სტუმრის წყალი დალი ეკალო ჩემია მაგრედო სტუმრის წყალი არა სტუმრის წყალი გაფსკნილი არ არის მეგობრებო უნდა გაგაცნოთ ჩვენი სპონსორი Flamfood რომელიც გამოირჩევა თბილისში ყველაზე გემრიელი ხარისხიანი სწრაფი კვების ობიექტით ეს არის სივრცე სადაც შეგიძლია დააგემნოთ ადგილზე მომზადებული უგემრიელესი კერძები და ისიამოვნოთ იმ სივრცით რომელშიც არის ის განთავსებული თუმცა თამას პირველ რიგში მადლობა podcast points იმიტომ რომ დაგვითმო ეს ულამაზესი სივრცე და ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ აქ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი პოდკასტები გვერდი არის მიუწითებ და შეგიძლიათ გადახვიდეთ თუმცა აქვე მინდა ანას გადაუხადო მადლობა ანა საგანელიძეს რომელმაც შექმნა ჩვენი ლოგო და ქათამი ზიზი განსაკუთრებული მადლობა რომელმაც უფასოდ მიიღო ჩვენ გადაღებაში მონაწილეობა რა კარგად ჩამოარიქრიკე საერთოდ ისე შეგიყვარდა ქათამი ზიზი რომ გადავწყვიტე რომ აი დღეს პირველ გადაცემაში მომეტა და როგორ მოგიტანა მარა არა იცი აი ცოტა ვერ ვიგებ მეც შენ ის მაგიდო ქათამის ზიზი დაკალი და შეწვი არა იცი ახლა სხვათა შორის არ ვიცი ეს გადაცემა უნდა გამოვიყენო ახლა ხო იცი ახალი შემოვიდა საქართველოში ტრენდი შენი შინაური ცხოველი მიყავს რაც ყავს და გიკლავენ იქვე ოკრიბაშია მართლა ბელიაშვილის რო აუხავ იქვე გიკლავენ პუტავენ და ის რა ქვია მაგრამ ეხლა აი შინაური ცხოველი ანუ ფრინველი არ არის ეს ზიზი ბიჭო აბა ხალხი ხომ მეჭირა რა კრაუყვეს ამას აი შეფუთული წამოვიღე და ეს ნამდვილად ზიზი არ არის ეხ შენ ამის ჭამას თუ აპირებ გადაცემაში გაჩვიდი თან ხო ვიცი შენ კისერი გიყვარს ჰა აი მე კისერიც არ აქვს ბიჭო როგორ მოკლეზე ეხლა ამ ხელა კისერი ქონდა ჩვენ ქათამს და ხერა პატარაზი აქვს მაგრამ შეხოცა გეხვეწები თუ გიყვარ ვარ იცი მე ჩემი ხატი ჩემ საერთოდ ქათამი რო შეწვი მაგაზე ვარ გაოცებული სულ და იმაზე ყავს გაზდილი მე დაგიდებ აი გიდებ თუ არ გიდებ მაგრამ ამის გამო დაგაბულინგები რომ ქათამი რომელიც ცოცხალი იყო და შეწვი და გადაცემაში მოიწონა ნახე უშენ გენაცვალე გაგცელე მოიცა ერთი წამი ანუ აი შუა მარხვა გაქანებულ მარხვაში მთელი ქვეყანა თითქმის მარხვაზე რო აი ქათამს რო ჭამ მე ისე ცუდად გავხდი რაზე წირვის დროს ანუ გეფიცები 4 პენსიონერმა დამიჭირა მე მამაო მითხრა ალბათ მე მაქვს აი რაღაცა პრობლემა ჯანმრთელობის და მომცა ყველზე და ხორცზე კურთხება
უნიკალური ფორმულა, რომელიც ანუ კი არის შექმნა და ეს უნიკალური ფორმულა დაარსდა, ანუ მოიფიქრა მაშინ, როდესაც კორონა იყო, სახეზე გამონაყარი გაუჩნდა და მოიფიქრა, რომ რაღაცა ისეთი ტონალური უნდა შეექმნა, რაც არ გამოიწვევდა გამონაყარს. მე მგონია, რომ მენდელევი და ანუკი დაძმანი არიან, იმიტომ რომ ორივეს ისეთი რაღაცა აქვს შექმნილი და გამოგონილი. არ ვიცი, ამდენ ცოდვას ვინ აიღებს თავის თავს? აი, ჯერ ის რა ქვია ასათიანმა ნაოჭების გასაქრობი შექმნა. თამობაშალომიძემ რაღაცა ალერგიისგან რაღაცა ისეთი კრემები, თახის მოვლის საშუალებები. იმან შექმნა რა ქვია, ნუკი კოშკელიშვილმა წამლები, ვიტამინები და რაღაც. და ბოლოს აი ნინო ჩხეიძის უნამოს რო დაიწყო, მაშინ იმედია ანუკის შემთხვევაში ვარდისფერი ფორმულა არ იქნება, იმიტომ ვარდისფერი ძალიან ცუდად აქვს დაცდილი. აი, რაო ხერი ხარ. კაი, შემდეგი თემა არის ადამიანი, რომელიც აი ეს ადამიანად აქტუალური შეება არ არის, მაგრამ თემა აქტუალურია, მერსი სულხანიშვილი და ნუ იცინი. მერსი სულხანიშვილი და რობოტის ინტერვიუ. ეს იყო ინტერვიუ, სადაც ერთადერთი ინტერვიუ ალბათ მერსის შემთხვევაში, სადაც მერსი გამოჩნდა ჭკვიანი. და აქვე შემიძლია მიულოცოთ ორივე მერსის, იმიტომ რომ მერსის პირველი ურთიერთობა, სასწაული ურთიერთობა დაიწყო ამ რობოტთან სამწუხაროდ. ანუ ბოიფრენდია, ეგრე გა. სამწუხაროდ დიდი ხანი ვერ გასტანა ამ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერსი 30 ვოლტს ვერ გაუძლო. მისმა სხეულმა ვერ გაუძლო 30 ვოლტს. ახალ კერძე მიეკარა. ისე კერძე ნახე? კერძის ოპერაცია გაიკეთა მერსი. თვითონ შეათი გადაუხდი, ორივეში 20-ო. მე მგონი ერთი უფრო მეტია გადახდი, იმიტომ ერთი უფრო დიდია, ვიდრე მეორე. არა, უთქვი რომ რამხელა თავიც მაქვს, იმხელა მკერდი რომ გქონდესო და მაგას ხო თავი ხშირად უშუპდება. ხო. ბევრი გადახებებია კაკეთული. ხო და სხვადასხვა დროს გაიკეთა მკერდის ზომები სხვადასხვა დროს. მე მგონია რომ ალბათ უყვარს უფრო მარჯვენა მხარეს წოლა და ეს სილიკონი ამოტრიალდა. ან ის რა ქვია, რობოტი რო ჩაიხუტა ამოუტრიალდა სილიკონი და ვეღარ ასწორებენ. თამას რუსთავიერს უნდა დაუბრუნდეთ. აბა ჩვენ ერთმანეთი რუსთავიერმა გაგვაცნო. ჩვენ რუსთავიერმა გაგვაცნო და ამ არს უდიდესი მადლობა და ამ გადაცემაში რუსთავიერზე რო არ ვისაუბროთ, გამორიცხულია. ესეთი ამბები მომივიდა ყურთ, რომ ბაკურ ბაკურაძემ დაიბარა ყველა რუსთავიერის თანამშრომელი. ბაკურ ბაკურაძე ვინ არის? ახალი დირექტორია რუსთავიერის. ვაკო წყალს გაყვა. საწყალი გაყვა. აი მე რა სიძახი. ბაკურ ბაკურაძემ დაიბარა რუსთავიერში ყველა გუნდის თანამშრომელი და უთხრა რომ ეს არხი უნდა გახდეს ვაკელების საყვარელი არხი. თუ ვაკელებმა დაგვიწყეს ყურებაო, ამ შემთხვევაში ეს არხი იქნება ყველაზე რეიტინგული, მოთხოვნადი და პოპულარული. ეს განუცხადა გუნდს, რომელიც ცხოვრობს რუსთავში, თემქაზე, გლდანში, ვარკეთილში. მე სხვა ინფორმაცია არ ვიცი, შენ რა გაიგე არ ვიცი. რა ინფორმაცია? მე ვაფშე ვიცოდი რომ რაღაცა გაკოტრა და ორი ნაბიჯი შედისო, რაღაცა ესეთი გავიგე. ხო, ზომავთ. მე გამიგონია რომ კორპუსებს აშენებენ რაღაცა. არა, ორი ნაბიჯი შედის და თურმე XL-ი უნდა გაკეთდეს. თან ხო პარკინგის ისეთი აქვს რაღაცა აკეთური და სხვათა შორის წამოვიდა ერთმა გამოიტანა ამბავი რომ ეს ამდენი თანამშრომლები კი რაღა ბევრი არის რამდენი მე დარჩენ. ხო, ეს თანამშრომლები? არა, ორმა ნაბიჯმა თქვა რომ არავის არ დატოვებს სამსახურის გარეშე. ანუ აი მძღოლები იქნებიან დისტრიბუციაში, წამყვანები იქნებიან, მოლარეები და პროდიუსერები და ის გამნათებლები სექციებში რა როგორც ხდება ხომ ხორცს პროდუქტები ხილბოსტანი ყველა დასაქმებულია. და ჰაუსელები? აი მაგათისივები კი დაუტოვა ვაკომ, მაგათისივები მოასწრო. მაგრამ ჯერჯერობით ორი ნაბიჯი არ განიხილავს მათ აყვანას, აი ორხევში უნდა გააკეთონ რაღაცა საწყობივით რა, საიდანაც მარაგდება და იქ შეიძლება მე აიყვანონ. კაი, მოდი რომ დავურეკოთ ბაკურ ბაკურაძეს და ვკითხოთ ჩემს გადავამოწმოთ. მართალია თუ არა? გლიჯე. არ შეგწყვება მართალი თუ არ არის? ჰა? რა თუნდა ცნობა, როცა გადაცემიდან ურეკავ ადამიანს, რა პრობლემაა? ურეკავთ ბაკურ ბაკურაძეს, რომ გადავამოწმოთ. მართალი არის თუ არა ეს ამბავი რომ რუსთავიერში შედის ორი ნაბიჯი XL ფორმატი, სადაც ყველა თანამშრომელი დასაქმდება ამ ობიექტზე, კონსულტატებად, ხალხის გაფრთხილება. და შეგაგინოს. არა, მაინტერესებს საიდან მოიტანი. მე ეს ინფორმაცია რაც ვაკეზე მოვყევი. და შენ ეტყვი რომ ბაკურ ბაკურაძეს ეს ინფორმაცია თამბაზასგან გაქვს. მე ვკითხოთ. ბაკური გვინდოდა? გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავ ჩვენ, აი ესეთი ამბა გადაცემა სარკასტიკა.
ესეთი ამბავი გავრცელდა, ეხლა იძახიან, რომ გადაცემა არის ინტერნეტ გადაცემა, სადაც სხვადასხვა ინფორმაციებს განვიხილავთ, რაღაცა ამბებს და ესე განაცხადეს, რომ რუსთავი ორი კოტრდებაო და ორი ნაბიჯი შედისო. კარფურს აშენებთ. ანუ მაღაზიის სახელი შეგვეშალა ესე იგი. მაღაზიის სახელი. და ის მართალია, რომ ყველა თანამშრომელი დასაქმდება, აი წამყვანები მაგალითად მოლარეები იქნებიან, პროდიუსერები რაღაცა სექციებში გონია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები გვყავს და თუ მართლა გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე გავხსნათ კარფური. დიახ. წამყვანები დასაქმდებიან სხვა ტელეკომპანიებში და იმედია ამ ტელეკომპანიებს ეშვებათ და ნორმალური წამყვანები ეყოლებათ. და ან ვაკის ფილიალში წავლენ ესენი? სად? ვაკის ფილიალში, ანუ კარფურის ვაკის ფილიალში. იცით რა არა, საბურთალოს ფილიალია შეიძლება. სათავო ესე მგონი. ანუ უბნების მიხედვით არ გადანაწილდება, აი ვაკის ფილიალში ვაკელები საბურთალოზე, საბურთალოს მაცხოვრებლები. ისიც არჭრით. აჭრით რომ საზოგადოებაში უფრო მეტი ბალანსი დავაგდეს ქალაქში. დიახ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნახვამდის. ანუ შენი ამბავი, რომელიც მოყევი ორ ნაბიჯზე, თურმე ყოფილა სიმართლე, უბრალოდ შენ შეგეშალ კარფური შედი და არა ორი ნაბიჯი. ფორმატით ვერ გავცვალე ორ ნაბიჯი. ჩამეზიზი რა. მოკლედ ესე იგი, ორი ნაბიჯი ხო არ ახსნით დიდ მაღაზიებს და შემეშალა კარფური. კარფური. და პრინციპში იმაშიც მართალი ხარ, რომ თანამშრომლებს ასაქმებენ უბრალოდ უბნის, ანუ საცხოვრებლიდან გამომდინარე გადაანაწილებენ. შეიძლება ფილიალებში? ფილიალებში, ხო. რა საინტერესოა წამყვანები რომელ ფილიალებში მოხდებიან? ნუ ცენტრალურში ვიცით ვინც მოხდება უკვე. არ ვიცი კარფურები გარეუბნებში თუ არის. არის. მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ გადაცემაში შეგიძლიათ ჩვენ სოციალურ ქსელებში მოგწეროთ ამბები, რომელიც გინდათ რომ განვიხილოთ, რომელზეც გინდათ რომ ვისაუბროთ და რომელიც გინდათ რომ გადავამოწმოთ ჩვენი გადაცემის მეშვეობით, როგორც ზარებით, ასევე ვისაუბროთ და შეფასება გავუკეთოთ, იმიტომ ამაზე აი სწორი ინფორმაციებს ამბობს. არა, მე ეს ინფორმაციები შემოვდის, სანდო წყაროები მყავს. კარგი, დღეისათვის ამით ჩვენი ამბების განხილვა დასრულებულია, თუმცა ახლა ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ადამიანი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ქალბატონი საქართველოში, მოვა ახლა თამუნა, ისაუბრებს ჩვენთან ერთად და ამის გარდა ჩვენთან ერთად სახალისო თამაშსაც ითამაშებს. ჩვენი სტუმარია თამუნა მუსერიძე, ყველაზე გავლენიანი ქალბატონი, უბრალოდ გავლენიანი არა, idеალური დედა, idеალური ქმა, ისა იდეალური ქმარია. იდეალური მეუღლე, იდეალური მეგობარი, იდეალური ინდმეწარმე, ნუ ინდმეტარმეზე ვიხუმრეთ, ახლა არაფერი ინდმეწარმე არ არის. და ადამიანი, რომელიც არის ისეთი საქმით დაკავებული, რომლის 99% უთმობს სხვა ადამიანების ოჯახის წევრების ძებნას, ხო ესეა? თამუნა მოგესალმები და მადლობა რომ პირველი სტუმარი ხარ შენ ჩვენ. არაფრის, მე ჩემი ჭიქით ვარ აღმოსული, იმიტომ რომ ჩემი პოდკასტიც აქ ეწერება და ბარემ ჩემი ჭიქით შემოვიდნენ. მე ვიფიქრე შენ შეგეშინდა შენ ჭიქეში რამე არ აღმოჩენილიყო. არა, ამის თქვენ გეშინოდეთ, ახლა შენ კიდე იმდენად არა, მაგრამ თამაზას როგორ არის შინია ჩემი? თამას არ დაყარო ფარხმალი. საერთოდ ეხლა რომ შეგაშინდა. მე არც არავის არ ვეძებ. და თუ მეძებენ მიჩნია რომ არ ვიპოვონ. ეს შენ გონია რომ არ ეძებ. კაი, მოდი ახლა ჩვენ გადაცემაში ბანალურად აღარ ვისაუბრებთ იმაზე რომ საიდან დაიწყე, რა ყველა მიცის. არა, მე უნდა ვკითხო, რას ქვია. მე ბევრი კითხვები მაქვს. განსაკუთრებით ყველაზე მეტად მომეწონა რომ მე მგონი საქართველოსთან პირველი იყავით წასული წითელ ხალიჩაზე, ვისაც არ ჩაეძინა. აი სულ ყოველთვის იყო ხოლმე რომ აი წითელ ხალიჩაზე არ მსახიობრო გამოდიოდა, არ მომღერალი, ყველას ეძინებოდა. მიშა მეცხს რო ჩაეძინა მაგას ხო. ხო, მაგაზე იძახი? მარტო არა, მე მგონი სხვასაც დაეძინა. მე მგონი თამუნა უბრალოდ რო გამოდიოდა სიტყვით, იმიტომ არ ჩაეძინა. ხო, არა, ჯერის ვერ გავიგე რომ გამოხვედი, რო გეცვა ის კოსტუმი, ისე ვინერვიულე, ალბათ მეთქი ნერვიულობაზე შემოტრიალებით ჩაიცვა. იმიტომ რომ ვერ გავიგე. ფათეშორის ამ ხელი რომელ მხარეს საუბრობდა გონდა? მთელი პოლონეთი მართლა. აი, ახტოვანებული იყო ყველა. მე იცი, მაგითო საუბრობდა უკვე. ახტოვანებული იყო ამ ბიჭაკით ყველა აბსოლუტურად. კაი, მითხარი ახლა შენი ემოციები, როდესაც HBO-ზე გავიდა ფილმი. ფილმი დღეს გავიდა. არა, შენ უყურე, შენ ამ ფილმს უყურე ჩვენ წინ სწრებით უყურე, იმიტომ შენ მოგცეს ამის უფლება. მის უმეტეს პრემიერაზე ჩახვედი, წითელი ხალიჩა, გადაცემები, სიტყვით ნუ იქ იყავი შენ, იქ ხარ უпроსტორეთ შენ, სრული ვარსკვლავი.
კი. აი ესე დაფასებული ვარსკვლავი. კი. აი რა შეგრძნება, როდესაც შენ საქმიანობაზე ფილმს გადაიღებენ, შენ საქმეს დააფასებენ. ამას მე HBO იწყებს ამის გადაღება დასაწყისში და HBO ამონათება მის არხზეა, იქამდე BBC იყო, იქამდე Warner Brothers-ის დაკვეთითა ეს ყველაფერი. აი მოდი მე ესეთ მე ცოტა კითხვას შოკირებული. ესეთ კითხვას დავსვამდი. აი ამ ყველაფრის მერე რო საქართველოში ბრუნდები, მე რა შეგრძნება? თავი შევიკავე და მე თქო, მაგრამ თავი შევიკავე ამის. ან იცი რა არის, იქ იყო იმდენად წარმოუდგენელი, ჩემთვის იმდენად მაგრამ მე წარმოუდგენელი. მგონია რომ მარტო საქართველოში ეძებენ. რას ეძებენ აი მგონია თუ რო იპოვიდიან შეიძლება დიდარი მამა ყავს ან დედა ყავს და მაგიტო ეძებენ თორე ალბათ საზღვარგარეთ არ ეძებენ მშობლებს და შვილებს. საზღვარგარეთ რომ ეძებენ მშობლებს და შვილებს, მაგიტომაც გახდა ჩვენი ქვეყანა ინტერესის ობიექტი, იმიტომ რომ ქართველი ბავშვები არიან გაყიდულები საქართველოს ფარგლებს გარეთ და გავინდა იქიდან რომ ამხელა სქემა ჩვენ გავხსენით. ჩვენ გავხსენით ის სქემა თუ როგორ ხდებოდა ბავშვების მოპოვება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადგილებში განთავსება და შემდგომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყალბებული დოკუმენტებით გაყიდვა, იმ ბავშვებმა რო გაიგეს ჩვენზე და რომ დაიწყეს აქ მშობლების სიება და ჩვენ რო დავაკავშირეთ მშობლებს, აი ეს გახდა საერთაშორისო ინტერესის ობიექტი. არა, ტვინია გათიშვა, გაითიშა უკვე. თან ახლა ქართველები იმიტომ ეძებენ რომ ისინი ხომ მოქალაქეები იქნებიან ევროპის ქვეყნების. ძირითადად ამერიკის და მოქალაქეობა. აი გამრა მითხარი აბა აი არა ჯერ მაინტერესებს რამდენი ბავშვი ყავს მოძებნილი გიო დამწადე ცოტა ისეთი კითხვები ჩვენი ჯგუფის დახმარებით პირადად ჩვენ მე და ჩემი გოგოები დავეხმარეთ 1600-ზე მეტ ოჯახს თუმცა ჩვენ გარეშეც ეძებენ და პოვლობენ ერთმანეთს ზუსტი რაოდენობა ანუ 1600 ოჯახი რომელსაც ჩვენ კი 1600 კაცს მოუძებნა ზოგს დედა, ზოგს მამა, ზოგს შვილი და 1600 ლარი არ გვაქვს დაფინანსება. ხო, აი 1600 ლარი. აი შეიძლება ზოგი ნაწყენიც არის რო უყვა. კი, არის. შეიძლება გიფურს აი დაურეკინო რატომ აპოვნე შვილი. მოგასმენინო. აი. ხო, გაყიდა თავის დროზე ხა რატომ ანუ ერთი შემთხვევა გქონდა, ამ გოგომ ისეთი მიქნა, რომ ჯერ ხო სულ მეძახა ლოთი, ოღონდ რა სად ნახა ჩემი ლოთობა არ ვიცი. ლოთი მუსერიძე, მე ანუ ჩემზე წერა რომ გავუყალბე ნერწყვი მე ლოთმა ოღონდ შენ კი იცი ხა დამოკიდებულება ჩემი შენდაბადების დღეს რო დავლია იმის მერე აღარ დამილები და მომავალდაბადების დღეს აღარ დავლევ კადრები გადაადოს კარგი ერთხელ ისე სწავლო მე უნდა დაისწავლო ნუ ეგეც არის მაგრამ შენდაბადების დღეზე მე ხო შენ მომატყუე და მოტყუები დამალევინი იმიტომ რომ იქ ორი წასმენიდა და მითხრა რომ ესო არ არისო იმდენ დაკოხული ეს დალია ცოტ-ცოტაო და წრუპავდი ცოტ-ცოტა და მოვიდა ამის მეგობარი და ამას ამოდა ხო მეთქი და ესო ჭაჭიანიაო მე მას მევინებ და ხო და უკვე რომ მივხვდი უკვე შალახოს კოდი და ხუძახოთებს ვიღებდი იატაკიდან. იმის მერე როიალს ასტორები რა იმის მერე ხო მართლა, იმიტომ რომ მე ძალიან წელიწადში ერთხელ თუ დავლევ. ხო და მოგრეთ ამ გოგომ ვერ იპოვა ის ვინც უნდა რომ ერთი კაცი რომელიც ეგონა მამამისი იქნებოდა მამამისი, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მილიონერი და რადგან ის კაცი არ აღმოჩნდა, ნუ ისეთ სიტყვებით მოაწყდა. დაჭირებული ქართველი შერჩა. ხო, კახეთში მცხოვრები აგრეთვე ლოთი. და შენ დაგაბრალო ის რომ შენ შეცვალე ეს დნმ. ანუ ხშირად არის ესეთი რაღაცები. როდესაც არ მოსდით მათ ხშირია ესეთი? კი, თუ მათი სასურველი პასუხი არ ამოვიდა, მაბრალებენ რომ ნერწყვი გავაყალბე ამერიკის ლაბორატორიაში დავრეკე და ვიღაცა ჩავაფურთხებინა იმის მაგალითად. ემოციები, როდესაც წითელ ხალიჩაზე გახვედი? მე არ ვიცოდი რომ ხალიჩაზე მომიწევდა, იმიტომ რომ გვითხრეს წინასა რომ ძალიან ისე არ შეეცვოთ, კაბები არ შეეცვოთ, იმიტომ რომ არ იქნება იქ რაღაცა ეს წითელ ხალიჩაზე გამოვლა, მივალთ ფილმს ნახავთ, წამოვავთო. ჩავედით იქ რაღაც რომ მივედით უკვე იმ კინოთეატრში, სხვათა შორის სტალინის აშენებულ კინოთეატრში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი პრესტიჟული ადგილია დღეს ვარშავაში. და რო შევედი, ნუ გამოგვიცვალეს ერთი თმას მიკეთებს, მეორე მაგიერს, მესამე რაღაცა წამწამებს მისწორებს, მე ვთქვა ეს გავარი ვიყურები და წამოდი ორ წამსო ფოტოები გადავიღოთო. და ფოტოები გადავიღოთ, მგონი რომ ფოტოებს ვიღებ და ჩამიყვანეს და შემაგდეს. და აქ რო შემაგდეს და ანუ აღმოჩნდი უცებ აი ეს ხოცე ვარსკვლების აი ეს ფოტოებს რო იღებენ და აი to the right to the left please my right house რა არა ჰაუსი რა დამიძახებდი ხომ და გამოვიდოდი ეგ აი ჩემთვის ეგ იყო ვის რა აბედნიერებს ხედავ ძეცკალი ეს იყო აი არ ვიცი თან გარდა ამისა გუშინ ხო ყველა საიტზე დაიდო რაც კი სოფლიოში საინტერესოს ყველა საიტზე დაიდო ჩვენზე ინფორმაცია ანუ იცი რა თამუნა რადგან ჩვენ ახლა ვისაუბრეთ შენ წარმატებაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ დაფინანსებას ეძებ
ჩვენი გადაცემის სახელით, ჩვენ გვინდა რომ დაგვაფინანსოთ. დავიწყოთ ჩელენჯი, დამაფინანსოთ. დავეხმაროთ თამუნა მუსელიძეს დაფინანსებაში და თამაზე ჩვენი გადაცემიდან გამოყოფს ახლა გამომატანინა ხო? და რამდენს გვაძლევ? რაც ღირს ის ერთი ადამიანი ბავშვის მოძებნა. რა 20 ლარამდე ღირს? ხოჭდება თუ რა? რა ღირს? 20 20? 20 ლარამდე. 20 ლარამდე ღირს ერთი ბავშვს მოძებნა. ნერწყვი, მიეც ახლა ნუ გენარება თუ ვაძლევ მიეც. თანიც რას ვფიქრობ, რომ მე არ ისეთი არ გამოდგეს, რომ არ უნდა მოძებნა და თანაი ვითრებ რა 20 ლარი მაინც. ვინ მოგიწებნა? ჰა? ვინ მოგიწებნა? მე არავინ არ მომიძებნა ნასღაიცეს მოუძებნა. ნასღაიცეს მოუძებნე უკვე და მოუყვე ვინ მოგიწებნა? არა, ხმარა მოიხო. თამო, დიახ. მოგიბზადე ჩემ და ნასღაიცეს ესეთი ბავშვობის მეგობრები რო ხართ, განსაკუთრებული თამაში და გადავიდეთ და თამაშების დეტალებს აგიხსნით მალე. მეგობრებო, განსაკუთრებული თამაში მოგიფიქრეთ. არის 10-5. 5-ში არის соуსი, 5 არის соуსის გარეშე. დანარჩენი უკვე თქვენი ღბალზია. ანუ რომელი ყუთს ვკიდებთ ხელს იმის მიხედვით? ხელი არაფერს არ მოკიდო. ირჩევ ყუთს. და მოწინააღმდეგეს უნდა გაუსვა ეს. კი. ეს რა თამაში? ძალიან მაგარი თამაში მე მოვიფიქრე. თუ გინდათ რომ ეს თამაში თამაში მომეთ შეინზე და ჩავიცვალო, რომ არ დაისურვე. კარგად გაცვია. ხო და დაისურვე. არა, მე მგონია რომ შეიძლება 5-ს გაარტყა და არ იყოს როგორ соуს. გავარკვევ? კაი. რა. აკეთა. ვაიმე, ამოატრიალა მთელი соуსი. ნასღაიძე უნდა წაგისვას. ეხა ამან იცი სად რადებს არა, არის ის. მიშულეს პიცოლა არ ვიცი, ახლა იმან არია ძალი. ხობკანა ავატარი. შემდეგი ვარჩევ მე. კი. აი ამას ავიღებ. სლანიაჩიკა. ეხა არ ჩამომაწუწო სახიდან ოღონდ. ყველაფერი არის ამ. გაკეთებულ ცხვრზე წავუზე გეხოცები რა. აჯიკა. ნინგოსი მაგაში არ ეკრება და აი რა საიდან მოიტანეთ ეს თამაში რაღაცა ინტელექტუალური თამაში რაღაცა მე მეგონა ინტელექტუალური გადაცემა. რაღაცა ინტელექტუალური გადაცემა არ გვაქვს და. ეგეთი მოგეგონებინა რა რაღაცა ზიზის კაი. კიტილი. გახსენია. ეხლა ესე ნუაჯანჯღა შინ ჩება აირიოს ის კეჩუპი თუ რაც აირია კეჩუპი მაჩვენე. როთლარიანი კენ მოდი არა, სულ ყველაფერი და- რა მნიშვნელობა აქვს ეს რომ გაიწმინდე ისახე სიმბა. სიმბა. კაი შემდეგი ის ვაიმე სიმი. ვაიმე აჯა არა, არა цаრიელია ანუ ერთი წუთი რა ხდება მაგით დაგიბეშე არა. დამიდო მესავსე цаრიე ნახე რა პროვოკატორია цаრიელი ანუ აკ ეხა ყველა ცარილია აკედან რაღაცას გიჩალი. დავიდა აი თუ არის ჩაწყობილი цаრიელი დავატი რომელი ავიღო ზედა ქვედა კაი დაიცადე. цаრიელი მე მგონი დანიშნული აქვს. მიდი მე მგონი იმ რაღაცები იმ არაფერი არ გამიკეთებია გაჩენდი, ნუ იგონებ ჩაწყობა, რა. სიმბა ხარ ეხა მეფე ჩაწყობა. ლომი შვილი ხარ როხებზე ტუჩზე. ბედავატავრე ვაიმე. ყველაზე თხევადი ვაიმე ცხვრზე გავუსვა. ეს კიდოდა ვაიმე. კიდე მე შემდეგ. იმდენი соуსი აირია რომ გამახსნე ჩემი სპონსორი Flame Foods აქვს ძალიან მაგარი შეთავაზება თავისი ერთგული მომხმარებლებისთვის 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით არის გათამაშება ყოველ დახარჯულ 20 ლარზე მიიღებთ ერთ ბილეთს რომელიც გათამაშდება 30 მარიაში რომ დამიდი და მე რო შევიდე და როგორია მინდა რომ მანდ მიხვიდე შენ და წაგიყვანთ ახლა იქ და შენ დააგემოვნებ და მე გათამაშებაში მიიღებ მონაწილეობა 30 დეკემბერს. პრიზებია 30 დეკემბერს გავა ლაივი გავათამაშებთ პირველ ადგილზე გასული მიიღებს 17 Pro Max მეორე ადგილზე გასული მიიღებს PlayStation 5
ხოლო მესამე ადგილზე გასული მიიღებს 500 ლარიან ვაუჩერს, რომელსაც ობიექტზე დახარჯავს. ერთი კვირის გემშვიდობებით. აი მე რა საშინლად ახარ. აი ეს ქათამი რო დასწველდება, აი ეგეთ ვიძე ხა. აი მეგრული კვალი მაინც.